ძნობ თავს სახლში. სახლი ზოგადად არ უნდა გაცვალო რა, ჩემი აზრით. ვიცი რომ ეხლა მუშაობთ ძალიან მაგარ პროექტზე. ხო. პირველი ქართული ჯაზ ფესტივალი ამერიკაში. შენ აქამდე ჩამოდი გენაცვალე და ყველაფერი თავისით ლაგდება. ეს მითი რომელიც არასდროს გამართლებული არ არის. საბოლოო ჯამში შემოსავალი ახლა და ცნობადობა არ არის ის რის გამოც მუსიკას ვაკეთებ პირადად მე და ალბათ უნდა აკეთებდეს კიდეც ადამიანი. როდესაც მიზანს ისახავ, შემდეგ უკვე რაღაცა გზებიც ჩნდება თავისით და მე დაახლოებით მაინც ხვდები რა არის გასაკეთებელი იმის რომ მიზნამდე მიხვიდე. გამარჯობა, ეს არის კვირა პოდკასტი და ჩვენი სტუმარია მუსიკოსი და მომღერალი საბა ჩაჩანიძე. საბა გამარჯობა, მადლობა რომ შემოგვიერთდი. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. დიდი პატივია თქვენს გადაცემაში ყოფნა. სანამ დავიწყებთ, უნდა ვთქვა ეს თორემ მე საბა მეჩხუბება ხოლმე მეგობრებო არ დავიწყებთ ჩვენი გამოწერა. საბა, სანამ დავიწყებთ შენს შემოქმედებაზე საუბარს ცხოვრებაზე ამერიკაში, საქართველოში და შემდეგ ჩვენს მაყურებელს რო უთხრა, ვინ არის საბა ჩაჩანიძე შენი სიტყვებით. ძალიან სწორად დაიწყე. საბა ჩაჩანიძე არის მუსიკოსი, მომღერალი. რომელიც დაახლოებით 3 წელია გადმოვიდა ამერიკაში საცხოვრებლად და მას შემდეგ არც ისე ცოტა მიმართულებას შევეხე ცხოვრებისეულს, თუმცა ჩემი ძირითადი პროფესია და ცხოვრების სტილი და ჩემი ცხოვრება არის მუსიკასთან დაკავშირებული. რა ასაკიდან გაქვს შეხება მუსიკასთან? მუსიკასთან მაქვს საკუთარი თავი არ მახსოვს მუსიკის გარეშე, იმიტომ რომ დავიბადე მრავალშვილიან მუსიკალურ ოჯახში, სადაც მამას გარდა ყველა მღეროდით და უკრავდნენ ჩემი და-ძმა ინსტრუმენტებზე და გავიზარდე 4-5 წლის ვიყავი, როდესაც უკვე პირველად შევეხე ფოლკლორს ქართულს 22 სამუსიკო სკოლაში შემიყვანეს ჩემი მშობლებმა, სადაც ჩემი ძმა სწავლობდა და მღეროდა ანსამბლი ბიჭები იყო ესეთი და აი ამასაკიდან მოდის ჩემი მუსიკალური ცხოვრება, თუმცა შემდეგ რაც წყვეტაც მქონდა შუაში. გარდატეხის პერიოდი თან ამასობაში სპორტით ვიყავი დაკავებული და შემდეგ უკვე რაღაცა 20 წლის პერიოდში დავბრუნდი სრულიად სხვა ამბლუაში. და შემდეგ რომელ ჟანრში გადაინაცვლე? ჟანრი ფოლკლორი საიდანაც წამოვედი, როგორც ესე რო ვთქვათ, მთელი მე მგონი ქართული საზოგადოების ისეთი ჩვენი კულტურის ნაწილი რაც არის, ქართველი ასე ვთქვათ მუსიკოსების და მომღერლების უმეტესობა მე მგონი ფოლკლორიდან იწყებს. და მეც ამ გზას გავყევი და იყო ძალიან საინტერესო გზა, იმიტომ რომ ქართულ მუსიკას და ფოლკლორს განსაკუთრებით დიდი მუხტი, ენერგია და სიღრმე და შინაარსი აქვს. და შემდეგ უკვე როდესაც 20 წლის ასაკში მოხვდი კასტინგზე, სრულიად შემთხვევით ჯაზ სექსტეტში, იყო ეგეთი quintessence. და ფოლკიდან გადმოვედი ჯაზ ფოლკში, ესე რომ ვთქვათ. მე შენ მახსოვ ხარ quintessence-ი. კი. ამაზეც გზაში მეცადინეობდი, იმიტომ რომ სულ მიჭირს მაგის გამოთქმა. კი ბატონო, პირველი არ ხარ დამიჯერე. შენ მუსიკალურ გემოვნებაზე რა მიმოქმედა ყველაზე დიდი გავლენა? საინტერესო კითხვა, სხვაჯერს ვფიქრობ, რომ ესე ერთ რაღაცას კონკრეტულს ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ დღეს მე რასაც ვასრულებ მუსიკალურად, რასაც მღერი იქ თავიდან ბოლომდე გაერთიანებულია, რამდენთან ჯაზი, ასევე ფოლკიც და ქალაქური სიმღერებიც და ის ოჯახში რაც სიმღერებიც ხდებოდა და რაც ვისწავლეთ თავიდან ოჯახურად რაც ვღეროდით. თუმცა პირველი ალბათ ესეთი რადიკალური ცვლილება და რადიკალური და უფრო კონკრეტული სამუშაო, რასაც ქვია მუსიკალური, ფოლკლორში ჩავატარე ბავშვობაში ძალიან პატარა როცა ვიყავი და შემდეგ უკვე quintessence იყო გარდატეხა ჩემი ცხოვრების. მინდა რომ ცოტა გავშალოთ quintessence-ის თემა, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული პროექტი იყო. ძალიან. რამდენ ხანს გასტანა შენმა quintessence-ში ყოფნამ
მახსოვს რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც სხვადასხვა გრან პრებს და არაერთი გამარჯვებებს აღწევდით. აი ამ გამოცდილებაზე რომ ესე იგი მე რო Quintessence-ში მოვხვდი და დავიწყე სიმღერა ვიყავი 20 წლის და ესე მოხდა რომ ჯგუფში ყველაზე უფროსი წევრი აღმოჩნდი რა. თუმცა მანამდე ეს ჯგუფი თვითონ არსებობდა რა უკვე რამდენიმე წელი ქონდათ ერთად სიმღერის და მას შემდეგ უკვე დაახლოებით 3 წელი მე მგონი 4 წელი და მას შემდეგ გავატარე 7 წელი ჯგუფთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე არა საინტერესო მუსიკალური თავგადასავალი, იმიტომ რომ Quintessence იყო ჯგუფი, ბრენდი, ხარისხი რა რაც გინდა დარქვით. ისეთი შემადგენლობა, რომელიც სოფლიოს სცენებს თამამად უერთდებოდა, სოფლიო უდიდეს სცენებზე გაგვქონდა ქართული კულტურა და ამას ვაკეთებდით საკმაოდ კარგ ხარისხში, იმიტომ რომ არანორმალური შრომა და არანორმალური სიყვარული გქონდა ამ საქმის მიმართ და აქედან მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩემი ჯგუფის წევრს, ჩემს პროდიუსერს ბუკა კარტოზიას, ანკა უგლავას მენეჯერს და ჩემი ჯგუფის წევრებს, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ულამაზესი 7 წელი. თუ გახსენდება ყველაზე ისეთი პროექტი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე, ყველაზე დიდი წარმატება რა პროექტი ჯგუფთან ერთად? ხო, აი Quintessence. აი როგორ გითხრა, ესე ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ ერთი მეორეზე უფრო წარმატებული და ერთი მეორეზე უფრო ბუმბერას ამბებს ვეხებოდით. რა იგივე როგორც გრაცში ვოკალ ტოტალი იყო ესეთი აკაპელა კონკურსი, სადაც გავიმარჯვეთ. ასევე ჩემი ჯგუფში მისვლამდე ჯგუფს არაერთი გასტროლი ჰქონდა ჩატარებული ამერიკაში და სხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ კიდევ ამერიკაში რო ჩამოვედით, მაგალითად Harmony Sweepstakes-ზე ნიუ-იორკის ჩემპიონები გავხდით. მე იმავე წელს 2017 წელს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში გავედით 20 ჯგუფიდან და აკაპელა Opens ეგეთი ფესტივალი იყო. კარნეგი ჰოლში ჰქონდა ფინალური შეხვედრა, ესე რომ ვთქვათ, 10 ჯგუფი ვიყავით 200-დან თუ რაღაც ძალიან დიდი მოკლედ რაოდენობიდან და ხო და ჩავატარეთ სოლო კონცერტი, ეს 9.40 წუთიანი კონცერტებს ვატარებდით თითოეული მონაწილე და ნუ ეს ხო ესე იყო ეს 7 წელი დახუნძლული რა. გამიმართლა იმაში რომ სოფლიოს ალბათ მართლა უდიდეს სცენებზე ვიდექი ამ ჯგუფთან ერთად. აი მაგასაკში 20-დან. ხო, კი და თან ყველაზე საინტერესო ის იყო რომ მე ხო 20 წლის ვიყავი და სხვაობა ჩემ თანაგუნდელებთან მიმართებაში ზოგჯერ იყო 5 წელი, ზოგჯერ იყო 3 წელი და წარმოვიდგინე ხა 16-17 წლის ადამიანი რომ კარნეგი ჰოლის სცენაზე დგას, ისეთია რაღაცა დაუჯერებელია. თქვენ მღეროდით აკაპელას. კი. რომელიც ბატონო. ჩემთვის ახლა მე ცოტა შორს ვდგევარ მუსიკიდან როგორც შემოქმედი, მაგრამ როგორც მსმენელი მგონია რომ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე რთული ჟანრია. ხო, განსხვავებით, როცა აკომპანიმენტით მღერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აკაპელა ჯაზ ფოლკი. აკაპელა საშიში ამას დამატებული ჯაზი და კიდე დამატებული ფოლკი. რამდენად დაგეხმარა იმას აკიდან ამ ჟანრში სიმღერა, რომ შემდეგ უკვე სამომავლოდ შენი შემოქმედება წაგეყვანა იმ გზით, რა გზითაც ეხლა მიყავს და რამდენად რჩები იგივე ჟანრში. ხო, თავიდანვე ვთქვი, რომ ესი გამოსაყოფად რთულია კონკრეტული პერიოდი ცხოვრებიდან მუსიკალურად რომელი უფრო თუ ასე შემდეგ. და ეს მასში არის ზუსტად მაგ კითხვასთანაც, იმიტომ რომ მაგალითად ფოლკი სადაც დავიწყე არსებობა მუსიკაში. ფოლკი ძირითადად აკაპელა რა, იშვიათ შემთხვევებში ინსტრუმენტი შემოდის და მაგრამ ძირითადად აკაპელა. და შესაბამისად კავშირი ამ ჟანრთან ბავშვობიდან მაქვს. ოჯახში ეხა 5 დედმამიშვილი ვართ და 5-ვე მღერით და დედა მღეროდა და მოკლედ ისეთი ამბები იყო სულ რომ ხშირად ინსტრუმენტის გარეშეც გვიმღერია. თქვენი მრავალხმიანობა. ხო. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, Quintessence-ის კასტინგზე რომ მივედი
დამაძალა ჩემო რომ ვიდეო გეხვეწები ისეთ პერიოდი მქონდა რომ თან ვეძებდი მუსიკას და თან მინდოდა რაღაც სტანდარტული უბრალოდ აქამდე არსებული გამოცდილება არ ყოფილიყო და რაღაც ახალი ყოფილიყო და ესეთი იყო quintessence. და როდესაც მივედი ყბადაღებული უსმენდი ამ 6 მომღერლის არ ვიცი კომპოზიციას რა. კასტინგზე როცა მომასმენინეს აი მანდ მივხვდი რომ რაღაცა ახალი იბადება ჩემს ცხოვრებაში და ეს იყო ძალიან ძალიან დიდი ბედნიერების წყარო. რაც შეეხება იმას თუ რამდენად რთულია, ურთულესი ჟანრია განსაკუთრებით როდესაც ფოლკში შემოდის ჯაზი და განსაკუთრებით როდესაც გიწევს რომ რაღაც კომპოზიცია დაყონაწილებოდა თქვა რაღაც მომენტში ფოლკი იყოს და რაღაც მომენტში swing-ზე გადახვიდიან რაღაცა ჰარმონიულად ცვლილებები განიცადოს კომპოზიციამ და მოკლედ სანამ ამასთან გავშინაურდი იყო ჯოჯოხეთი ჩემი რეპეტიციებზე სიარული და მე სახში წავსვლა იმიტომ რომ სარეპეტიციო თელი ეს მასალა მიმქონდა და დისერტაციას ვიცავდი რომ რაღაცნაირად ცოტათი წინ წაწეულიყო საქმე მაგრამ ნუ ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ არ ვიცი რატომ მაგრამ დიდი სიმპათია დავიმსახურე ჩემი ჯგუფის წევრებისგანაც თავიდანვე და ჩემ პროდიუსერისგან და ერთნაირი რაღაცა ის შემართებით შეუდექით ამ საქმის კეთებას რა. რა მოხდა შემდეგ სხვა მიმართულებებით წახვედით, გაიყო თქვენი გზები? იცი რა სოლო კარიერა გააგრძელეთ? იცი რა შემდეგ რაც მოხდა ალბათ მოხდა ის რაც ხდება ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული, ყველა ცხოვრება განვითარდა, გავიზარდეთ ჩვენი გამოწვევები შეგვექმნა ცხოვრებაში და მე დღევანდელი გადმოსახედიდან რასაც ხედავ და რასაც უყურებ მოხდა ის რომ ყველა უკვე დაფიქრებული ვიყავით საკუთარ ცხოვრებაზე აი როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ინდივიდუალურად რა და სადღაც ეგ ამბავიც შედგა იმიტომ რომ დღეს რაც უყურებ ყველა საკმაოდ წარმატებულია თავის არჩევანში დამოუკიდებლად კი დამოუკიდებლად თითქმის ყველა მუსიკალურ სფეროში არის და მოღვაწეობს უმაღლესი ხარისხით და არიან გენიოსი მუსიკოსები და მომღერლები და ვარ ძალიან ბედნიერი ხო რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ერთად ვაკეთებდით ამ შვენიერ საქმეს. შენ მოაშორე ამერიკას. კი. რამდენი წელია რაც ემიგრაციაში ხარ? 3. და ოქტომბერში შესრულდა ეხლა. რატომ ამერიკა? ეს ხა რატო ამერიკა? თან ისეთი კითხვაა ხო ხდება. რთული და თან ძალიან მარტივი. აბა სად სხვაგან სად? რატომაც არა. რატომაც არა და თან აბა სხვაგან სად რა, იმიტომ რომ თუ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას ქვეყანას ტოვებ და ემიგრაციაში მიდიხარ, ალბათ ამერიკა არის საუკეთესო ქვეყანა ემიგრაციისთვის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად შეგიძლია საკუთარი თავი ნოლიდან შექმნა ადამიანმა. და რამდენად რთულია საკუთარი თავი? მით უმეტეს, როდესაც შენს ასაკში ასეთ წარმატებულ კარიერას ტოვებ და ემიგრაციაში მიდიხარ და იწყებ ნოლიდან. რამ ხელა სირთულეებთან მოგიწია შეხვედრა? ხო, მარტივი ნამდვილად არის ყოველ შემთხვევაში. რთული სირთულეები განსაკუთრებით უფრო ალბათ იმასთან ასოცირდებოდა, რომ ყოველდღიურობაში აღარ მქონდა ის რითიც ძალიან დიდ ბედნიერებას ვიღებდი. რაღაც პერიოდი სანამ მოახერხებდი აქ გამორკვევას, მანამდე რაღაც პერიოდი მუსიკის გარეშე აღმოჩნდი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ყოველდღე დღეში 6-7 საათი რომ რეპეტიცია გაქვს და კვირაში ერთი კონცერტი, ან შეიძლება 2-იც და ხან რომელ ქვეყანაში დადიხარ და ხან რომელ ქვეყანაში დაფრინავ და მიგაქვს ეს შენი კულტურა და პრიზები მოგაქვს და კოლაბორაციები გაქვს სოფლიოს სამყარო ბრენდებთან და ჯგუფებთან და მუსიკოსებთან თავისი ძალიან დიდი სტრესიც მოყვება შემდეგ ამ ყველაფრიდან ესე რომ ვთქვათ ამოხტომას. თუმცა ვიცოდი რომ ესე იქნებოდა, არ იყო ეს რაღაცა გააზრებული ბიჭი იყო და ხო, ზუსტად. და შესაბამისად ვიცოდი რომ რაღაც პერიოდი იარსებებდა, რომელიც უნდა გამეძლო იმისთვის რომ მუსიკასთან დაუბრუნებულიყავი ღირსეულად და მე მგონი ვახერხებთ დღეს უკვე მაგ ყველაფერს. ეხლა როგორ მიდის შენი მუსიკალური შემოქმედება? უკვე მას შემდეგ რაც მოიარე ეს სტანდარტული საემიგრაციო პირველი ნაბიჯები. სხვა შორის აიცი რა არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ
მიუხედავად რაღაც წყვეტისა, მაინც გონებით სულ მანდوار და სულ მანთხარ ადამიანი, როდესაც მუსიკოსი ხარ და როცა გიყვარს ეს საქმე. და ისეთ ემიგრანტულ პერიოდებშიც კი როცა არაფრის თავი არ გაქვს ადამიანს, მაგ დროსაც არ ვიხევდი უკან და რაღაც ჯემ სეშენებს დავდიოდი სულ და ვცდილობდი რომ სადღაც ჩემი თავი მეპოვნა. შარშან ხო 2024-ში გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა პირველი სოლო კონცერტი ამერიკაში და ესე რომ ვთქვათ რაღაცა ახალი მინდოდა დამეწყო და ახალი მინდოდა უკვე როგორც სოლო მომღერალს quintessence-ის შემდეგ და გამემართლა ძალიან იმაში რომ ნიუ-იორკში არიან ჩვენი უახლოესი და უკარგესი და უზურპასესი მეგობრები ხონძი საქსოფონის ტიდა პაპუნა შარიქაძე პიანისტი ესენი არიან ჩემი მეგობრები და ამავდროულად უკვე ვუკრავთ ერთად ხშირად და 2024-ში როდესაც გადავწყვიტე კონცერტის ჩატარება პირველი ეგ მომენტი მქონდა რომ დაურეკე ხონძის და პაპუნას და მეთქი კონცერტი მინდა რომ გავაკეთოთ და თან მაგ დროს ხოროდი მაიამისთან სამხრეთ ფლორიდაში ხო და რაცა ისე წამოვიდნენ რა დავე გავაკეთოთ და იქ ფლორიდაში ხო ფლორიდაში გავაკეთეთ იმიტომ რომ იქ რაღაც ისე მოხდა რომ აუდიტორია უკვე შემოკრებილი მყავდა ჩემი მსმენელი ვისაც მოსწონდა უყვარდა ჩემი შესრულება ჩემი მუსიკა ჩემი სიმღერა და გადავწყვიტე რომ მანდ დაგვეწყო რა და გაკეთდა ეგეთი პროექტი All or Nothing at All რომელიც აერთიანებს საკუთარ თავში რამდენადაც ქართულ კომპოზიციებს ეს იქნება ფოლკის ჯაზ კლასიკის თუ თბილისური რომელიმე სხვადასხვა მიმართულების ასევე ამერიკულ ჯაზ სტანდარტებს რომლებიც არის ამერიკის სიამაყე ჩემი აზრით რა The Great American Songbook არის ეგეთი თავშეყრა კომპოზიციების ხო ჯაზ სტანდარტების რომლებიდანაც ვასრულებ ხოლმე ჩემთვის საყვარელ ჯაზ სტანდარტებს ჩვენებული ვერსიებით და არანჟირებებით. შენ ხონძი და პაპუნა ვიცი რომ ეხლა მუშაობთ ძალიან მაგარ პროექტზე. ხო. პირველი ქართული ჯაზ ფესტივალი ამერიკაში და რომ მოგვიყვე ამ პროექტთან დაკავშირებით. როდის საიდან გაჩნდა იდეა აქედან რომ დავიწყოთ? აი ამ ერთობიდან წამოვიდა რა. იმიტომ რომ იქ ერთი კონცერტი ჩავატარეთ. მე მეორე კონცერტი ჩავატარეთ. მე ისე მოხდა რომ მე საქართველოში წავედი. და იქ პლუს ერთი კონცერტი ჩავატარეთ და დაუბრუნდებოდი უკვე პაპუნა და ხონძი აქეთ იყვნენ ჯერჯერობით მაშინ. მე ისინი გავცვალეთ რა ადგილები მე ისინი წავიდნენ და წავედი. ამასობაში აი ამ პროცესში ვიცოდი რომ რაღაც უკვე ვიცოდი რომ გადმოვიდოდი ნიუ-იორკში სასწავლებლად, ფლორიდაში აღარ ბრუნდებოდი და ვიცოდი რომ რაღაც ისეთი განსაკუთრებულის გაკეთება შეიძლებოდა ამ ქალაქში. და უკვე გქონდათ თან თქვენ სამს წარმატებული. კი, ეგ კოლაბორაცია და გაერთიანება გქონდა უკვე, თუმცა ეს როგორც ფესტივალის იდეა არ ყოფილა მანამდე რა. თუმცა ჩემი იდეაც ეგ იყო რომ ნიუ-იორკს ჭირდება რაღაც განსაკუთრებული ისეთი ადგილია რა ესე შეიძლება რომ ერთიანად მოგინეულოს თუ რაღაცას არ ცდილობ სტაბილურად და სულ რაღაც ცოტა ისეთი შიში არა მაგრამ რაღაცა სიფრთხილე მქონდა ამ ქალაქის მიმართ და მართალი აღმოჩნდი რაღაც მომენტში უცბად ფიქრის დროს უბრალოდ აი ამ ფიქრებმა განაპირობა ის რომ რაღაცა საკმარისი არ არის ის რასაც ვაკეთებ და შეიძლება ცოტა მეტიც კი გაკეთდეს. მე გამახსენდა და მე არ დამიწყები უბრალოდ მაგრამ მე დავფიქრდი იმაზე რომ ძალიან დიდი მუსიკალური ინტელექტუალური რესურსი არსებობს ნიუ-იორკში ქართული. და რატო არ უნდა გაკეთდეს ისეთი რაღაც, სადაც გაერთიანდება ეს ინტელექტი მუსიკალური და უკვე აი ეს იდეა როგორც კი წამოვიდა ეგრევე ბიჭებთან ზარი და დავიწყეთ ფიქრი თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და მივედით იქამდე რომ პირველი ქართული ჯაზ ფესტივალი Tergi to Hudson ესე ერქმევა ფესტივალს. ძალიან მაგარი სახელია. ხო, საინტერესო გამოვიდა Hudson-ამდე. კი. და როდის იგეგმება? 27 დეკემბერს მანჰეტენზე დრომი ჯაზ კლუბი დრომი არის ესეთი უმშვენიერესი ულამაზესი ჯაზ კლუბი.
რომელთანაც მოლაპარაკება გვაქვს, უკვე არტ დირექტორმაც დაასრულა თავის სამუშაო და შემდეგ ამ კვირაში უწესით ივენთი გვექნება დადებული. და მოკლედ ვემზადებით. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, როგორც აღნიშნე, რომ ყავს ქართული ძალიან დიდი მუსიკალური შემოქმედების ხალხი ამერიკაში, გვაკლია ესეთი სახის კონცერტები ხოლმე და მიხარია, რომ კი, ნამდვილად ეს იქნება გაერთიანება სამი სხვადასხვა პროექტის, პაპუნა დაუკრავს საკუთარ კომპოზიციებს თავის კვინტეტით, ხონძი დაუკრავს თავის ავტორო ალბომს და მე დავუკრავ, მე ვიმღერებ All or Nothing at All, რაც გითხარით უკვე ეს პროექტი რაც გვაქვს გაკეთებული საერთოდ და მოკლედ დაიწყება 5 საათზე, კარი გაიხსნება 5 საათზე და დაახლოებით 10 საათამდე გვექნება შაბათ დღეს. საუკეთესო დაპატიჟებულები ხართ, რა თქმა უნდა. მადლობა და საუკეთესო ვარიანტია საშობაოდ და საახალწლოდ, თუ ვინმე ეს ჯერ არ დაგიგეგმავთ. დასაწყისში საუბრისას ახსენე, რომ ამ 3 წლიანი ემიგრაციის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა მიმართულებას შეეხე, ანუ გარდა მუსიკალურისა, როგორც ყველა ადამიანს გვიწევს ხოლმე ემიგრაციის დაწყებისას, რა საქმიანობ გარდა მუსიკალური შემოქმედებისა. ესე იგი, ეხლა ვმუშაობ კავკასუს ავტოში. ეგეთი კომპანია არის, რომელიც არის ქართული კომპანია, რომელიც ესე რომ ვთქვა, ახდენს ექსპორტს ამერიკის სადაზღვევო აუქციონზე შეძენილი ავტომობილების. და ეს ექსპორტი მიმდინარეობს ამერიკიდან მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში, არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია. და ეხლა ამ პერიოდში თბილისიდან როგორც კი დავბრუნდი, მოხდა ისე რომ დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა, სადაც ძალიან კარგად ესე რომ ვთქვა, გრძნობ თავს, იმიტომ რომ ქართველები ვართ ძირითადად და რაც კარგ საქმეს ვაკეთებთ რა, წარმოვიდგინე ეხლა ამერიკიდან ტიპს რომ ვთქვა საქართველოში ან რომელიღაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ან არაბეთში მანქანის აყვანა უნდა ეხმარები და ამის ორგანიზება. ხო, ორგანიზება და რაღაც მთელი სისტემაა, რომელიც მუშაობს გამართულად და კარგად. საინტერესოა. ცოტა სხვადასხვა, სრულიად სხვადასხვა. მაგრამ ეგ ძალიან ნორმალურია ემიგრაციაში მით უმეტეს, ბევრი ქუდის დახურება გვიწევს. მე გამიმართლა იმაში, რომ საქართველოშიც არ იყო ჩემი ცხოვრება მხოლოდ მუსიკა და სულ მიწევდა რომ პარალელურად რაღაცა სამსახური მქონდა და ამ ყველაფერმა ამ გამოცდილებებმა გამიმარტივეს ამერიკაში ლავირება. ხო, ემიგრაციის პერიოდი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ აქ არ ვიცი, უდიდესი შრომის გარეშე არაფერი არ შეიძლება რომ გამოგივიდეს, მით უმეტეს დასაწყისში და მე ვიცი რომ აქ ვინც რამეს აკეთებს და თუ კი ვინმეს რამე გამოდის, იმის უკან ძალიან დიდი შრომა დგას და შესაბამისად ყველას პატივს. ხო, ის ამერიკულ შოუ ბიზნესში მოხვედრა. ანუ შენ ახლა არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ, რეზიუმეს დავარქვა, ხო, ახლა გამოცდილება გაქვს მუსიკალური, კარნეგი ჰოლში გაქვს ნამღერი, არ მგონია რომ ძალიან ბევრ მომღერალს აქვს ეს. ბევრ ამერიკელსაც კი არ აქვს კარნეგი ჰოლში. არ მგონია რომ ეს ბევრს კონდეს ეს თავის checklist-ში გაკეთებული. რამდენად გეხმარება აქ, ან თუ გიცდია ამერიკულ შოუ ბიზნესში და აი ეს თუნდაც კონცერტი აქ ამ ხელა ფესტივალებზე გამარჯვება, ან კავშირებს თუ ამყარებს. იცი რა, ჟანრობრივად მე არ ვარ იმ ჟანრში, რომელიც გადაკვეთაში არის შოუ ბიზნესთან, ესე კლასიკური გაგებით შოუ ბიზნესი რასაც ქვია. თქვენ მაგალითად მე ვნახე თქვენ რამდენიმე გადაცემა მანამდე და თქვენი სხვადასხვა სტუმრები ბევრად უფრო შოუ ბიზნესთან დაახლოებულები არიან საკუთარი უფრო ვინც პოპ ჟანრში პოპ მიმართულებით, ხო რა. ჯაზი და ჯაზ ფოლკი მაინც შოუ ბიზნესისთვის საინტერესო მიმართულება არასდროს არ ყოფილა და ალბათ არც არასდროს არ იქნება. იმიტომ რომ ესეთი მასობრივი აუდიტორია და მსმენელი და მიმდევარი არ ხავს, ხო, კომერციული არ არის. კი ბატონო. თუმცა შეიძლება ეგეც იყოს ალბათ გადამწყვეტი, რატომაც ვარ ამ მიმართულების მუსიკოსი, იმიტომ რომ ჩემთვის განსაკუთრებული ბედნიერება და სიხარული და სხვა ემოციაა, როდესაც ამ მუსიკას ვეხები. ის თავისუფლება, რაც ამ ჟანრს ახლავს და ის სიღრმე, რაც ამ ჟანრს ახლავს, ჩემთვის არის გადამწყვეტი იმისა, რომ ავირჩიო ცხოვრების მიმართულებად რა. ეს იქნება
ნაკლები ცნობადობის ხარჯზე, იქნება ბევრი სხვადასხვა ბენეფიტის, ხო, კომერციის ხარჯზე, თუნდაც უფრო ნაკლებად შემოსავლიანია, მაგრამ საბოლოო ჯამში შემოსავალი ხა და ცნობადობა არ არის ის რის გამოც მუსიკას ვაკეთებ პირადად მე და ალბათ უნდა აკეთებდეს კიდე ადამიანი. იმდენად დიდი რესურსი აქვს მუსიკას ადამიანის ცხოვრებაში და იმდენად ყოვლის შემძლე არის რაღაც კუთხით, რომ არ გავცვლიდი არასდროს მაგ ბენეფიტებზე, ესე რა ვთქვა. შენ თუ გააქვს შენი სინგლი ჩაწერილი? სინგლი ჯერჯერობით არ მაქვს. დემო ვერსია მაქვს ერთი კომპოზიციის გაკეთებული, რომელსაც იცი რა რაღაცნაირად ვერ მოვაბი თავი, რომ ჩავჯდე და აი ამ რიტმში და ამ იმაში, მაგრამ მაგასაც ხვდები, რომ ძალიან აუცილებელია. თუმცა აი ხა ესეთი პროექტების ფონზე ჯერჯერობით საავტორო მუსიკას დიდად ყურადღებას ვერ ვაქცევ. მაგრამ EP-ის გეგმის პროცესში ვარ, დაახლოებით ვფიქრობ, ვიცი როგორიც მინდა რომ გამოვიდეს პირველი და პირველი კომპოზიცია დასრულებულია დემო ვერსიაც არის, მეორე კომპოზიცია დაწყებული მაქვს და ნელ-ნელა მიმყავს, მივდივარ წინ და ნუ რაღაც ესეთ. ანუ წერ რეალურად შენ. ხო, რავი, აი წერ მაშინ როდესაც რამდენიმე ალბომი გაქვს მაგალითად გამოშვებული და ხა ავტორ შემსრულებელი ალბათ მაგ დროს შეგიძლია რომ დაირქვა და მე ერთი სიმღერა მაქვს, ერთი კომპოზიცია დაწერილი და მეორეს ახლა ესე რა ვთქვათ, ვიმუშავებ. რას ურჩევდი ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს თავის შემოქმედებას მუსიკალურ სფეროში და გეგმავს რომ ამერიკაში ჩამოვიდეს? ისე რა ურჩევდი ისეთი საკითხია, ხო იცი, რჩევას ცოტა კიდე უფრო მეტი დამსახურება ჭირდება. შემიძლია ჩემი გამოცდილება გაუზიარო რაღაც კუთხით. პირველი ალბათ რაღაც რო გამოგივიდეს ადამიანს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მიზანი დაისახო. როდესაც მიზანს ისახავ, შემდეგ უკვე რაღაცა გზებიც ჩნდება თავისით და მე დაახლოებით მაინც ხვდები რა არის გასაკეთებელი იმის რომ მიზნამდე მიხვიდე. და რა თქმა უნდა ამ გზაზე, მიზნისკენ სავალ გზაზე ურჩევდი, გაუზიარებდი ჩემის მხრიდანაც, რომ თავდაუგზავნა შრომა არის ერთადერთი რამაც შეიძლება რომ გაგიყვანოს ფინიშამდე. ფლორიდაში ცხოვრობდი, მანამდე ნიუ-იორკშიც ხარ ნამყოფი. კი, არაერთხელ. ეხლა უკვე ნიუ-იორკში სტუმრად ყოფნა და ცხოვრება მაინც სხვადასხვა არის და მაინტერესებს შენი შეფასება, როგორი გამოცდილება აქ ცხოვრება. ვიცი, აი ხო ამბობენ, რომ ნიუ-იორკი ქაოსია, ბინძურია რაღაც მომენტებში დასალაგებელი ისე. მე მაგრამ მიყვარს აქ, იმიტომ რომ არის დასასუფთავებელის არის მომენტში ქაოსია, სიმშვიდეს ვერ იპოვნი ფაქტობრივად ცენტრალ პარკის გარდა ვერსად. ხანდახან ვერცი. ხო, ხანდახან ვერცი, იმიტომ რომ ფესტივალებს აწყობენ და ხდება მთელი ამბები. მაგრამ საცხოვრებლათაც, ტურისტულადაც და ზოგადად არ ვიცი, ყველაფრისთვის ეს ქალაქი არის ალბათ საუკეთესო ქალაქი, თუ კი ვინმე სადმე რამე შეუძლია და სურვილი აქვს რომ გამოვიდეს. შესაბამისად მე ძალიან მიყვარს საქაურობა და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. გრძნობ თავს სახლში. სახლი ზოგადად არ უნდა გაცვალო რა, ჩემი აზრით. სახლი თბილისშია, სახლი საქართველოა და ჩემი სამშობლო საქართველოა. თუმცა ამერიკა არის ჩემთვის ქვეყანა, რომელმაც მომცა შესაძლებლობა ყველაფრის, რაც კი მომაფიქრდება რომ გავაკეთო და იმდენად მარტივად და იმდენად უცბად მიმიღო ამ ქვეყანამ. და იმდენად დააფასა, მარტივად არა, უბრალოდ მარტივი სუდი სიტყვა, უცბად და იმდენად დააფასა თქვათ ჩემი მანამდე განვლილი პერიოდი, რომ საბუთებით ძალიან ხანმოკლე ვადაში მოგვარდა და ყოველდღიურობაში ხო გეუბნები, ხედავ რომ ყოველდღიურობაში ამ ქვეყანას და ამ ქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ შენ ოღონდ რამე მოინდომე, ოღონდ რამე მიზნა დამოიღე და მე იმოძრავე ამ მიმართულებით და აუცილებლად გამოგივა. როგორ შეიძლება არ გიყურდეს ეგეთი ადგილი? არ ვიცი აი რა ჟანრში, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდე. ადამიანი ნიუ-იორკში, აი ყველა ადამიანს აქვს გასაქანი, ხო? ხო, არ დაიკარგები რა, თუ რაღაც გულით გინდა, უჭვილი გააკეთებ რა. ჩვენ გვაქვს ასეთი რუბრიკა. ქვია სამი რამ. აჰა. სამი მითი ნიუ-იორკის შესახებ. ანუ ამაში იგულისხმება მითი, რომელიც ამართლებს
მგონი ჩემი მანქანა მიყავთ. სამი მითი ნიუ-იორკის შესახებ. ერთი რომ შენ აქამდე ჩამოდი გენაცვალე და ყველაფერი თავისით ლაგდება. ეს მითი რომელიც არასდროს გამართლებული არ არის. გამართლებული მითი არის ის რომ საშინელად ქაოსი ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და მესამე რა შეიძლება იყოს? სრულიად სხვა სამყარო. სამი რამ რაც ნიუ-იორკმა შეცვალა შენში. ამერიკა მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი პირველი გაჩერება ნიუ-იორკი არ ყოფილა და შესაბამისად უფრო ზოგადად წავიყვანოთ. იცი რა, ამერიკაში რო გადმოდიხარ ემიგრაციაში და რო იწყებ ცხოვრებას, გინდა არ გინდა რაღაცა ისეთ მოძრაობაში ებმები, რომელიც ცვლილებებს იწვევს. გინდა არ გინდა. მაგალითად, აი დისციპლინას ვითხოვდი. არასდროს არ მაკლდა ეხლა დისციპლინა, მაგალითად, საქართველოს ცხოვრების პერიოდშიც, მაგრამ ამ ქვეყანამ განსაკუთრებულ წესრიგს მიმაჩვია რა, იმიტომ რომ თუ რაღაც განსაკუთრებული წესრიგი არ დაიწეს, ძალიან გაგიჭირდება რა, ამ ტემპს ვერ აყვები ფიზიკურად და ეს არის ან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ჩემში მიუხედავად ისე რომ მქონდა, მაგრამ მაინც შეცვალა. მეორე რაც შეცვალა კულტურათა მრავალფეროვნებას შევეხე, რაც ასევე არ მაკლდა არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ რომელ ქვეყანაშიც ჩადიხარ და თბილისის ეხა მრავალკულტურული ადგილია. რომელ ქვეყანაში ჩადიხარ, სხვადასხვა კულტურებს ეხები, მაგრამ ესე ერთიანად გაერთიანებულს თითქმის არც ერთ ქალაქში არ არის, როგორც ნიუ-იორკში. დისტრიქტი რომ თავდება და სრულიად სხვა სამყაროში რომ აღმოჩნდები ეხლა და ხო, სახელ ჩაინათაუნი და ლიტლ იტალი და რაღაცა სიგიჟეები რაც ხდება რა. და მესამე რაც შეცვალა არის ის რომ ნიუ-იორკში ვატარებთ პირველ ქართულ ჯაზ ფესტივალს. თქვენ შეცვალეთ ნიუ-იორკში. ხო, ეხლა ეგ როგორც კი ბატონო. ეგ ამბავი. და მესამეც. სამი რამ რასაც ნამდვილი ნიუ-იორკერი არასდროს იზავს. ვაიმე. პირველი ხარ ვისაც ეს სამოვიდა. სამი რამ რასაც ნამდვილი ნიუ-იორკერი არასდროს იზავს არის მოდი ეს არ ვიცი ამაზე პასუხი რა უნდა გაქცე, იმიტომ რომ ესე კარგად არ მყავს ნიუ-იორკის მოსახლეობის რაღაც ფსიქოტიპის შესწავლილი, მაგრამ მე შემიძლია მე ვთქვა სამი რამ მე რას არ ვიზავ ნიუ-იორკში აუცილებლად. რაღაცა ძალიან უცნაური მომენტები მქონია, მინახავს აი სიგიჟე ქაოსები ამ ქვეყანაში და შევეცდები რომ აი ამ ესეთ ქაოსში არ აღმოჩნდე არასდროს, რომ ხო იცი აი გარშემო რომ ვერავის ვერ ამჩნევ და რომ იფურთხები, იგინებიან და რაღაცა ძალიან რო ეჯაჭვება რაღაც ისეთ სისტემაში რო არ ტიპი ჩაბმული, რომ საკუთარი თავი ავიწყდება და ნუ გადადის მერე ბოლომდე რაღაცა კონკრეტული საქმის კეთებაზე. ალბათ რაც არავინ არ უნდა უქნათ არის ის, რომ არასდროს არ უნდა დავკარგოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ამ ქალაქს აქვს მაგის რისკი, რომ დაგაკარგინოს საკუთარი თავი და საკუთარი თავი არასდროს არ უნდა დავკარგოთ და საკუთარი მიზნები და უნდა გვახსოვდეს სულ რომ ვართ ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული დანიშნულება აქვთ სამყაროში, ცხოვრებაში, არსებობის და ასევე პარალელურად ამისა კონკრეტული დანიშნულებით ვართ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში. ეს ერთი ამ სიგრძე პასუხი გამომივიდა, წარმოიდგინეთ. მეორე რასაც არასდროს არ ვიზავ. მეორე ალბათ იქნება არასდროს არ გადმოხტები რაღაც Empire State Building-ის რაღაცა შენობიდან პარაშუტიდან რაღაცა ეგეთი, იმიტომ რომ არ მაქვს გავსი ექსტრემალური მიდრეკილებები, ხო. და მესამე რასაც არასდროს არ ვიზავ, იქნება ის, რომ არასდროს არ დავივიწყებ აქაურ გამოცდილებას ალბათ. სადაც არ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, იმიტომ რომ ვერც და არც, იმიტომ რომ ეს არის აი ძალიან ერთი ცალკე ცხოვრება ნიუ-იორკში და ამერიკაში ემიგრაცია. განიხილავ რომ სხვა შტატშიც მოსინჯო.
იცი რა, არ ვიცი, რამდენად განვიხილავ პერსპექტივაში. ნიუ-იორკი იყო, სადაც მინდოდა რომ მეცხოვრა, თუმცა თავიდან სანამ საბუთებს გავაკეთებდი, სანამ ეს რუტინულ საქმიანობას გავივლიდი, მანამდე არ მინდოდა ნიუ-იორკში ჩამოსვლა. და ეხა აქედან სხვა შტატში გადასვლას ესე ჯერჯერობით არ განვიხილავ, მაგრამ ხო იცი ცხოვრება როგორ რაღაც არის, გამორიცხული არაფერია. ნიუ-ორლეანში ხო არ ყოფილხარ? ნიუ-ორლეანში ჯერჯერობით არ ყოფილვარ, მაგრამ საკმაოდ ჩემთვის საპატივცემულო მუსიკოსებისგან და ისეთი არამუსიკოსებისგან, ადამიანებისგან მომისმენია აზრი, რომ ნიუ-ორლეანსი არის ძალიან კარგი, როცა ჩადიხარ რაღაც ფესტივალზე და როცა რაღაც გავლით ხარ. საცხოვრებლად მე მგონი არ ჯობია ნიუ-იორკში. ხო არა, საცხოვრებლად არა, მუსიკალურ. კი, მუსიკალურად ხა ძალიან დატვირთული არის და ყოველ მეორე კუთხეში რაღაც ჯაზ კლუბია და ასე შემდეგ და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მაგრამ მაგის მიუხედავად მაინც აი ნიუ-იორკის დრაივი არ არის რა და ნიუ-იორკი შესაბამისად მაინც ჯობია. საბამ ახალი რუბრიკა დაამატა. დაუტოვე კითხვა შემდეგ სტუმარს. მე მერგო პატივი ვიყო პიონერი ამ რუბრიკის ხო. დაუსვა შეკითხვა შემდეგ სტუმარს. რა იქნებოდა ის რაც გაფიქრებინებდა რომ შენი ამერიკაში ემიგრაცია შედგა. საინტერესო, ხა მე რაღა დაუსვა შენ მაგას. ძალიან დიდი მადლობა საბა. წარმატებებს გისურვებ, ძალიან კარგ საქმიანობას ეწევი და ძალიან გამიხარდა ეს ამბები. მეც ძალიან მიხარია რომ ვართ ამ ამბავში და თქვენი ეთერის და პოდკასტის მეშვეობით გამოვიყენებ შესაძლებლობას და მეგობრებო, მოკლედ 27 დეკემბერს გელოდებით ჯაზ კლუბ დრომში, მანჰეტენზე, სადაც შედგება პირველი ქართული ჯაზ ფესტივალი ამერიკაში, ნიუ-იორკში, Tergy to Hudson Jazz Festival.